გამარჯობა. დღეს ღვინოზე უნდა ვისაუბროთ. უფრო სწორად, ღვინის ბიზნესზე. ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და რუსეთში გამდიდრებული ბიზნესმენი ვახტანგ კარიჭაშვილი გურჯაანში მეღვინეობის ბიზნესს დაეპატრონნენ. მათ კომპანიებს სახელმწიფოსგან შეღავათიან ფასად გადაცემული ქონება, სუბსიდიები და ტენდერები აქვთ მიღებული. ამ რესურსებით წარმოებული ღვინო კი რუსეთში გააქვთ. ქართული ღვინო ყველაზე დიდი მოცულობით 65%-იანი წილით მეზობელ რუსეთში იყიდება. უკრაინის მთავრობამ კარიჭაშვილის ბოლერო და კომპანია 2023 წელს ომის საერთაშორისო სპონსორთა სიაში შეიყვანა. ყურძნის მოყვანის მხრივ საშინელება ხდება. ყველა აპირებს რომ გაყიდოს და გაკაფოს ვენახი. ეგეთ დიდ საწარმოებს უკვე თავისი ვენახები აქვთ. გლეხების მოსავალი აღარ სჭირდებათ. ახლა მამაჩემაც ნელ-ნელა გაყიდა ვენახების ნაწილი. გვეუბნება 25 წლის მარიამი, რომელიც გურჯაანში ცხოვრობს. სხვა გურჯაანელებმაც დაგვიდასტურეს, რომ დღეს მათ ქალაქში ძირითადად ამ ორი ბიზნესმენის ქარხნები მუშაობს. ეს ქარხნებია გრუზვინპრომი და კოტეხი. პირველი ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანია ბოლერო და კომპანიას ეკუთვნის. მეორე ალექსანდრე ივანიშვილისა და ძმებ დუგლაძეების სააქციო საზოგადოება კოტეხი გურჯაანის ღვინის ქარხანაც. ივანიშვილისა და კარიჭაშვილის ქართულ ოცნებასთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა მათ ბიზნესზეც აისახება. კომპანიებმა სახელმწიფოს უძრავი ქონება შეღავათიან ფასში მიიღეს. არც აგროკრედიტები და მეღვინეობის სფეროსთვის განკუთვნილი სუბსიდიები დაკლებიათ. ჩვენი ბიუჯეტიდან მიღებული ფულითა და სახელმწიფო ქონების გამოყენებით წარმოებულ ღვინოს კი, როგორც უკვე გითხარით, ორივე მათგანი რუსეთში ეზიდება. შესაბამისად, ამ კომპანიების ანგარიშებზე ჩრდილოეთიდან მილიონებიც ირიცხება. ახლა კონკრეტული მაგალითები მოვყვეთ. 2015 წელს ბოლერო მთავრობისგან იყიდა ქონება, რომლის რეალური ღირებულებაც 68 მილიონი ლარი იყო, მაგრამ მას მხოლოდ 31 მილიონი დაუჯდა. 2 წლის შემდეგ იმავე ქუჩაზე სახელმწიფომ კომპანიას დამატებით 3.4 ჰექტარი მიწა მიყიდა. კვადრატული მეტრი სულ რაღაც 7 ლარად. ეს ძალიან დაბალი ფასი იყო, რადგან 3 წლის შემდეგ ბოლერო მეზობელი ნაკვეთი იყიდა. კვადრატული 195 ლარად. სახელმწიფოსთან შეთანხმებით კომპანიას ქარხნის განახლება ევალებოდა და ამაში მილიონი ლარი უნდა დაეხარჯა. თუმცა რამდენად შეასრულა ეს ვალდებულება უცნობია. მთავრობისგან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. თუმცა 2019 წლისთვის ბოლეროს ყველა ვალდებულება მოეხსნა. უნდა ითქვას, რომ ბიზნესმენ ვახტანგ კარიჭაშვილის საქართველოში დაბრუნება საეჭოდ ემთხვევა ქართული ოცნების პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენას, ანუ 2012 წელს. 2015 წლიდან მოყოლებული მის კომპანიებს არ დაკლებიათ ტენდერები და სხვა სიკეთეები სახელმწიფოსგან. მაგალითად, მის 9 კომპანიას გამარტივებული შესყიდვებიდან 33.5 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული. აგროკრედიტისა და ყურძნის სუბსიდიების პროგრამით კი 24 მილიონი ლარი. ახლა ალექსანდრე ივანიშვილის კომპანიაზეც მოვყვეთ. ქართული ოცნება დღეს ოცნება აღარ არის, ეს არის ახტენილი ოცნება. ამას უნდა მივხვდეს ყველა ქართველი. ოცნება აღარ არის, ახტენილი ოცნება. სააქციო საზოგადოება კოტეხი გურჯაანის ღვინის ქარხანა შეპესი აისი ინკიფლობს. ამ კომპანიის მესაკუთრეები არიან ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ დუგლაძე, მისი ძმა დავით დუგლაძე და ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი. 2022 წელს კომპანიამ კახეთის რეგიონში 7000 ტონამდე ყურძენი მიიღო და გადაამუშავა. 2017 წელს სააქციო საზოგადოება კოტეხმაც ისარგებლა მთავრობის გულუხვობით. ეკონომიკის სამინისტრომ მას 13360 კვადრატული მეტრის სახელმწიფო მიწა მხოლოდ 100.000 ლარად გადასცა. ბოლეროს მსგავსი პირობაც დაუთქვეს. წელიწად ნახევარში ღვინის ქარხანა უნდა გაეახლებინა. 2019 წელს რეესტრმა ეს ვალდებულება. ბოლეროს მსგავსად სააქციო საზოგადოება კოტეხსაც მოუხსნა. 2021-2023 წლებში გურჯაანის ღვინის ქარხანამ შეღავათიანი აგროსესხიც მიიღო 4.4 მილიონი ლარის ოდენობით. ძმებ დუგლაძეებსა და ალექსანდრე ივანიშვილს სხვა კომპანიაც აქვთ ერთად, რომელსაც შეპესე დუგლაძეების ღვინის კომპანია ჰქვია. აგროკრედიტით ამ კომპანიამაც ისარგებლა და ჯამში 3.2 მილიონი ლარის შეღავათიანი სესხი მიიღო. როგორც უკვე ვთქვით, ღვინოს რუსეთში სააქციო საზოგადოება კოტეხიც ყიდის. 2017-24 წლებში კომპანიამ
ოკუპანტ ქვეყანაში 52 მილიონ დოლარზე მეტის პროდუქცია გაიტანა. აქედან კი 32 მილიონის უკვე უკრაინასთან ომის პერიოდში. ამ ფონზე 2022 წლის ოქტომბერში უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი სანქციების სიაში შეიყვანა რუს მაღალჩინოსნებთან კავშირის გამო. ომიდან 3 წლის შემდეგ ამ კომპანიებს კვლავ არ ეთმობათ რუსული ბაზარი და ვაჭრობას შეუფერხებლად აგრძელებენ.